წყალი იკლებს. ტყის დიდ მტაცებლებს გამოქვაბულსა და მის მობინადრეებზე ხელი იოლად მიუწვდებათ. ქვებს შორის დამალული სამრქიანი ქერცლიანი ჩხრიალა გველი დახვეული წევს და შეტევისთვის მზადაა. ეს გველები ენდემურია ანამიტის მთებისთვის და გადაშენების პირას არიან. ის დროის უმეტეს ნაწილს ჯუნგლებში ატარებს და გამოქვაბულის ოპორტუნისტი სტუმარია. ჩხრიალა გველებს ადილად პატარა ძუძუმწოვრების მირთმევა ურჩევნიათ, მაგრამ ამ კლდეების გარშემო მღრღნელები არ დარბიან. ჭერში გამოქვაბულის ჩხრიალა გველის ნადავლი კიდია. ჩხრიალა გველებს სმენა არ აქვთ. ამიტომ გამოქვაბულის სიბნელეში სხვა გრძნობებს უნდა დაეყრდნონ. მათ თბილსისხლიანი ძუძუმწოვრების აღმოჩენის უჩვეულო და უნიკალური სამგანზომილებიანი თერმული ხედვის უნარი გააჩნიათ. თავის ორივე მხარეს ინფრაწითელი სატელიტური თეფშების მსგავსად ფოსოები მოქმედებს და გველს გარემოს ზუსტ თერმულ გამოსახულებას აძლევს. გველი მოთმინებით პატრულირებს კოლონიის ტერიტორიაზე. ეს ნადირობა ბებრებზე და სუსტებზე, ან ახალგაზრდებზე და გამოუცდელებზეა. მთავარია მსხვერპლს ძალა გამოელიოს და ჩამოვარდეს. ჩასაფრებულ მტაცებელ ჩხრიალას შეუძლია აქ საათობით დარჩეს. მოშორებით გამოქვაბულის კიდეზე მეორე ელოდება. მკვლევარები დისტანციას იცავენ. ნაკბენი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ორად გაყოფილი ენით ჩხრიალა ჰაერს აგემოვნებს და ამგვარად მტაცებლის, მსხვერპლის თუ კიდევ სხვა მრავალ სუნს ამოიცნობს. გამოქვაბულის კედლები შესანიშნავი ვიზუალური საფარია გამოქვაბულის ბაყაყებისთვის. ისინი სხეულის მინიმალურ სითბოს გამოყოფენ, რათა თავიანთი არსებობა დამალონ. მაგრამ ეს ბაყაყი გველის გზაზე აღმოჩნდა. დაბნეული ჩხრიალა თავს მაშინვე არ ესხმის. თუმცა გრძნობს, რომ იქ რაღაც არის. მისი სითბური ხედვა ცივსისხლიან ამფიბიას ვერ აღიქვამს. მაგრამ ოდნავი მოძრაობა ბაყაყს გასცემს. ეს თამაში მაღალ ფსონებზეა, რომელიც დიდ ნერვებსა და მოთმინებას მოითხოვს. ბაყაყი კიდევ ერთ დღეს იცოცხლებს. ჩხრიალა გველი ჯერჯერობით მშიერია. გამოქვაბულის ისეთ მტაცებლებს, როგორიც მაგალითად მარტოხელა ჩხრიალა გველია, შეუძლიათ კვირეების განმავლობაში არ ჭამონ.